ეს არის Absolute Machine Manhunter-ის მეოთხე issues პირველი გვერდი და ის არის გენიალური თავის კომპოზიციით. პირველ რიგში ვხედავთ ამ სამ პანელს, სადაც ყველაფერი ძალიან მარტივად გასაგებია. რაღაც არსება, რაც თავის თავს იხსნის და საკუთარი პანელის გარეთ გააქვს. შემდეგ პანელზე ჩვენ ვხედავთ, რომ ის მას მზის ნაცვლად ათავსებს და მისი თავი უშვებს სხივებს, რაც ჩვენ თვალს აყოლებს ქვევით შენობებისკენ, სადაც სიცხის ხაზები გვხვდება, რაც ჩვენ თვალს ოდნავ აკავებს ერთ ადგილას ამ შენობებზე. ეს შენობები სწორი ხაზით არ არის დახატული. სიცხე მას ფორმას უცვლის. თუმცა სახურავები ჰორიზონტალური ხაზები არის და გადავყავართ შემდეგ პანელზე. ამ გვერდის მეხუთე პანელზე ბევრი რაღაც გვხვდება. 4 ადამიანი ჩანს წინა პლანზე. თუმცა ამ 4-დან მხოლოდ 2 გვაინტერესებს და ეს ორივე ძალიან გამოკვეთილები არიან. პირველი პერსონაჟი, სივი სასმელი. ცდილები მასზე ლურჯი არის, რაც მის სიგრილეს გამოხატავს და მას ანსხავებს სხვა პერსონაჟებისგან და უკანა ფონისგან, მისი კონტრასტული ფერით. ლურჯი უფრო ცივი ფერის გამაჟით ცვლება და ის არის ერთადერთი პერსონაჟი ამ ფერით. ამის შემდეგ, ვისაც ვხედავთ, მიდის მარცხნივ და მისი ფერები სტატოსფერია, ის ძალიან ბუნებრივად იბლენდება უკანა ფონთან და ყურადღებას არ იწევს. ამას გადავახტებით ერთი წუთით და შემდეგ პერსონაჟად ზუსტად იგივე თქმა შეიძლება. ის მიდის მარცხნივ და მისი ფერი არაა გამორჩეული. ის სახესაც ვერ ვხედავთ. ეხლა მივუბრუნეთ ამ პერსონაჟს. ამ პერსონაჟი ეგრევე ვამჩნევთ ორ რადიკალურად განსხვავებულ რამეს პირველი პერსონაჟისგან. პირველ რიგში ის მარჯვნივ მიდის. საპირისპირო მიმართულებით ყველა სხვასთან. მეორე, მისი ფერი სტაფილოსფერი არაა, არამედ წითელი, რაც ლურჯი საპირისპიროდ ითვლება და თბილის ფერების ტონებში გადის. ბოლო 4 პანელი არის უდიალობოდ ხრობა ამ ორი პერსონაჟის შეჯახების, წითელის გაბრაზების და მისი ლურჯზე თავდასხმის შესახებ. ეს გვერდი განსაკუთრებით იმიტომ მომწონს, რომ პანელები ნაზად ამოძრავებენ შენს თვალებს ამ გვერდზე. ვიწყებთ, სადაც უნდა დავიწყოთ ზედა მარცხენა მხარეს. მაგრამ ხაზის ბოლოს რომ მივდივართ, ჩვენ თვალს არ უწევს უკანხტომა მარცხნივ შუა მხარეს. ამეთ პირველი პანელების ხაზის ბოლოს ჩამოყავს ჩვენი თვალი შუა ხაზში და გადაყავს შუა მარცხენა დასაწყისში, რის მერეც ისევ მარტივად ჩავდივართ ქვევით მარცხენა მხარეს, სადაც არ ვამთავრებთ, სადაც უნდა დავამთავროთ. ეს გვერდი მხატვარს შეეძლო კლასიკურად ესე გაიკეთებინა. თვალის მოძრაობა იქნებოდა ზედა მარცხნიდან მარჯვნივ, მერე შუა მარცხნიდან მარჯვნივ და ბოლოს ქვედა მარცხნიდან მარჯვნივ. მაგრამ შუა ხაზში ამ ორი პანელის გადანაცვლებით და მისი ზედა მხარესთან გაერთიანებით მხატვარმა მოგვცა Z-ის ფორმის პანელების კომპოზიცია, სადაც თვალს არ უწევს ნახტომის ეკეთება და ის ბუნებრივად მოძრაობს მთელ გვერდზე. მადლობა ყურადღებისთვის და გთხოვთ დაგვაფოლოვეთ მე ჩემ და მე კომიქსის Instagram გვერდები მეტი მსგავსი ვიდეოებისთვის მომავალში.